მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდით. ჩვენ დღეს სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანები. ჩვენთან სტუმრად არის სააგენტო კრაკენი და კომპანია ალმა. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს ვერა თოხაძე, კრეატიულ სააგენტო კრაკენის აღმასრულებელი დირექტორი და მარიამ ჯიქია, კომპანია ალმას მარკეტინგის ხელმძღვანელი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. ძალიან მიხარია მოკლედ რომ ხართ ჩვენთან. დღეს ჩვენ საუბრობთ კამპანიებზე გარე რეკლამაში და ძალიან საინტერესო არის მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის ყველა ეპიზოდში ამ მიმართულებას ვეხებით ხოლმე და ეს არის ასე ვთქვათ ადგილი, სადაც ძალიან ბევრი წელია ბრენდები აკეთებენ რეკლამას და არაერთი საფესტივალო თუ რაღაცა სამაგალითო კამპანია გვინახავს. ჩვენ ზოგადად პოდკასტში გვაქვს ესეთ მიმართულება, რომ პირველ რიგში ვეცნობით ერთმანეთს უფრო სტრუქტურულ ნაწილში. ძალიან საინტერესო არის ამ შემთხვევაში ზოგადად კრაკენში რა ხდება, რა წყობა არსებობს, რა მიმართულება არის და შემდეგ უკვე ანალოგიურად საინტერესოა რა მოწყობის არის უკვე ალმა თავისი შიდა პროცესებით და მერე უკვე გადავიდეთ უშუალოდ იმ კამპანიებზე, რაც ერთობლივად გაქვთ გაკეთებული. კი ბატონო, სიამოვნებით. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო არის ეს თქვენი პოდკასტები, ხშირად ვუყურებ ხოლმე და შესაბამისად მოგიყვებით მოკლედ კრაკენის შესახებ. კრაკენი არის უფრო კლასიკური გაგებით სააგენტო და ჩვენი ასე ვთქვათ ნიშა არის ის რომ კონდეს მაქსიმალურად მეტი დაფარვა ჩვენი პარტნიორი კლიენტების საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ ქართულ ბაზარზე ვითვლებით, რომ საშუალოზე დიდი სააგენტო ვართ, რადგან 45 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ყავს და გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება, რასაც ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს. ეს არის ციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი, რაც გულისხმობს კონტენტ სტრატეგიას, კონტენტის შექმნას, გრაფიკული დიზაინის სერვისებს, motion design-ს, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება KPI-დან გამომდინარე კომპანიას ყოველთვიურად დასჭირდეს, ამ სერვისებს ვთავაზობთ. ასევე ჩვენ გვაქვს ვიზუალური ბრენდინგის მიმართულება და კამპანიების მიმართულება, რაც ჩვენთვის ასე ვთქვათ საინტერესო არის და თან ეს სინერგია, რაც არის, რომ სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ყავს გუნდში, გონია რომ ჩვენი ძალიან ძლიერი მხარე არის და ჩვენი მაგალითიც ახლა ალმასთან გამომდინარე არის სწორედ ეგეთი, რომ ჩვენ ვართ ბრენდ სააგენტოც ალმასი და ყოველდღიურად მუშაობთ მათ და მათ საჭიროებებზე რაღაცა პულსზე ხელი გვიჭირავს და თან კამპანიები როდესაც არის შესაბამისად უფრო მეტი მოქნილობა გვაქვს და უფრო მეტად გვესმის ალმას საჭიროებები. მარიამიც დამეთანხმება, რომ ჩვენი პროექტ მენეჯერიც ისე არის ხოლმე ჩართული, აი როდესაც ბრიფი მოდის, რომ აი ბრენდის მხარე არის და ძალიან კარგად ესმის რა ინსაიტები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურადაც მუშაობთ ამ ბრენდზე და შემდეგ კამპანიების ნაწილსაც ვფარავთ. ანუ ასე ვთქვათ, ეს პროფესიონალების სინერგია არის კრაკენში და თუ სხვა ეპიზოდებში უფრო ნიშური სააგენტოებიც იყვნენ, რომლებიც რაღაც თავის უპირატესობებზე საუბრობდნენ, ჩვენი ხედვა არის, რომ ჩვენი სიძლიერე სწორედ ის არის, რომ ყავს ბევრი ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთანაც მოდიხარ ბრენდის გამო, ანუ ეს ჩვენი ხედვა არის, რომ კრაკენი გახდეს ისეთი ძლიერი ბრენდი და გონია, რომ ეხლაც არის და უფრო ამას ვავითარებთ, რომელთანაც მიდიხარ კონკრეტულად კრაკენთან, არა რაღაც კონკრეტულ ადამიანებთან და შესაბამისად ბრენდის მიმართ ლოიალობა და ბრენდის სიძლიერე გვინდა, რომ კიდევ უფრო ამას ხაზი გაესვას და შესაბამისად ჩვენი ხედვა არის, რომ განვავითაროთ ეს მიმართულება და გავაძლიეროთ ეს მულტიფუნქციურობა, რაც ახლა მგონია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც რაღაც AI ვითარდება და ბევრი რაღაც ცვლილებები არის ამ სფეროში, უფრო ჯენერალისტებზე მოთხოვნა იზრდება და გონია, რომ ეგ პროფესიონალები ყავს კრაკენში. ძალიან საინტერესოა. მარიამ, თქვენი კომპანიის, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოში ჩაგვახედეთ, თუ შეიძლება. ჩვენი კომპანიის შიდა სამზარეულო, მოკლედ ესეთია, მარკეტინგის მიმართულებით ესე ინსორსად ალმაში მხოლოდ მეწარმოვადგენ მარკეტინგის მიმართულებას. ის ადამიანები, ვინც უშუალოდ გარე რეკლამაზე მუშაობენ, ესე ვთქვათ, გაყიდვების კუთხით, არიან აკაუნტ მენეჯერები, რომლებიც უშუალოდ ბრენდებთან მუშაობენ და იმ ძირითადად ესე ვთქვათ, ფლოუს გადიან
ბრენდებთან რა საჭიროებებიც არის რეალურად ალმასში კამპანიის დაწყებიდან კამპანიის დასასრულამდე. დაახლოებით ჩვენი გუნდიც 50 ადამიანისგან შედგება და ისე გვაქვს როლები გადანაწილებული, რომ ესე ვთქვათ, თვითონ შიდა სამზარეულო იყოს ძალიან ისეთი მოწესრიგებული და მოკლედ პროცესები არ გაიწელოს და იყოს მოკლედ ყველაფერი დაცული შიგნით, რადგან აი გარე რეკლამის კამპანიის დაწყება, დასრულება და მოკლედ ის ზოგადად რა პროცესებიც მიდის ჩვენთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩაეტიოს მოკლედ ვადებში, ანუ აქ კამპანიის დასასრული, დასაწყისი, მოკლედ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მარკეტინგის მიმართულებით, როგორც ვეკო ახსენა, ინსორსად მხოლოდ მიწარმოადგენ ალმას და კრაკენი ყველნაირ სერვისს მოკლედ ჩვენ ესე გვიკეთებს, დაწყებული აი რაღაც daily task-ებიდან დასრულებული უშუალოდ კამპანიის აღსრულებამდე, ვიზუალური ბრენდინგი იქნება ეს თუ ასე შემდეგ. რეალურად ეს კრაკენი ჩვენთვის არის რაღაცნაირად აი ალმაში შემომავალი უკვე ესე ვთქვათ ოჯახი და არც უთვლით რომ რაღაცა აუთსორსზე ყავს კრაკენი, ანუ რეალურად გონია რომ ჩვენს შიგნით მოკლედ ყველაფერს ეს ადამიანები ძალიან ისე მჭიდროდ აკეთებენ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყავს გვერდით ისეთი გუნდი როგორიც არის კრაკენი, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცნაირად პრობლემა და გამოწვევა რომელიც არ გადავლახოთ სააგენტოსთან ერთად. ხო, ეს ქიმია მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის. სხვათა შორის ყოფილა ეთთოქში ეპიზოდები, სადაც ეს ქიმია იგრძნობა ხოლმე დამკვეთსა და სააგენტოს შორის. იცი რა მაინტერესებს, აი სანამ უშუალოდ სიღრმეებში წავალთ გარე რეკლამის მიმართულებით, მაინტერესებს ზოგადად როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელის თქვენი აზრი შიდა გუნდსა და აუთსორს კომპანიაზე, როგორც ახსენეთ, ახლა თქვენი მოდელი არის სრულად აუთსორსი და არის ყოფილა ჩვენთან კომპანიები, რომლებსაც ძალიან დიდი გუნდი ყავთ მარკეტინგის, აი რატო ხდება? შეიძლება რაღაცა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე არის გადაწყვეტილება მიღებული, ან რაღაც ის უპირატესობები გაქვთ დანახული, რაც თვლით, რომ აუთსორსზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მოკლედ ზოგადად პროცესი არის შემოქმედები საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეგ რეალურად ისე არის, რადგან თუ რაღაც მეტის საჭიროება არის, ცხადია რომ გუნდი მუშაობს იმაზე, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს, მოკლედ ეს უშუალოდ შიდა სამზარეულო, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ის კადრები, რაც უშუალოდ ალმაზე, ვინც ალმაზე მუშაობს, ძირითადად სრულებით საკმარისია იმისთვის დღეს რა აქტივობებსაც ჩვენ ვახორციელებთ, რადგან თვითონ შიგნით ალმაშიც გუნდი, აი ეს account manager-ები, გაყიდვების მენეჯერები, ანუ ეს ადამიანებიც ძალიან ისე პროცესში ცოცხლად არიან ჩართულები, ანუ რაღაცნაირად ჩვენი გუნდი ისე არის, ესე ვთქვათ, მობილიზებული, რომ თუ რაიმე ისეთი პრობლემის დასახვა, რაიმე პრობლემა არის, რაც უნდა გადაიჭრას პირობითად ალმაში, ცხადია, ყველაზე უკეთ, ესე ვთქვათ, შეიძლება აი ბრენდების ენით დანახული ესმოდეს account managers და გაყიდვების წარმომადგენელს. შესაბამისად, ჩვენ ზოგადად სტრუქტურა ისე გვაქვს, რომ აი სხვა მედიუმის, სხვადასხვა სარეკლამო არხი ყავს რაღაც ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყურებს მის, ესე ვთქვათ, გაყიდვებს და ზრდადობას. შესაბამისად, შეიძლება ამ კონკრეტულ ადამიანს ქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რა განვითარება სჭირდება მის სარეკლამო მედიუმს. შესაბამისად, რაღაცნაირად პრობლემას ერთად ვსახავთ და შემდგომ ჩემი როლი უფრო რაღაცნაირად ხიდად ევლინება კრაკენსა და ალმას, რომელიც, ესე ვთქვათ, უფრო მეტად და სიღრმისეულად არის ჩახედული ამ კონკრეტულ რაღაცა გამოწვევაში და მის გადალახვაზე, ესე ვთქვათ, მუშაობს. რეალურად ჩვენი, ესე ვთქვათ, სამუშაო სპეციფიკა ამ დღესდღეობით მოკლედ ესე არის და ძალიან ისე სტაბილურად და კარგად მივყვებით პროცესებს. შვენიერი, ეხა აი ამ ნაწილში ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები, შენ ახსენე მედიუმები, ხო? ანუ აი რამდენ როგორ დავარქვათ ქართულად არხად იშლება ეს რასაც ბრენდები ირჩევენ, ხო? ანუ პირობითად არის კომპანია, რომელსაც აქვს კამპანია თქვენთან მოტანილი და თქვენ აკეთებთ რაღაცა სხვადასხვა არხების შეთავაზებას, ხო? აი როგორი იყოფა ესენი, რო გითხრათ, რომ ჩვენი მაყურებელი გამოყვეს ზოგადად რა საშუალება აქვს კომპანიას. ალმა დაახლოებით ფლობს 10-მდე სარეკლამო არხს, ესე ვთქვათ, 10-მდე სარეკლამო მედიუმს. ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცა ჩვენთან მოდის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აი ბილბორდზე მინდა რეკლამა, იმიტომ რომ ეგ რაღაცნაირად ეგ ესე ვთქვათ აზრი, რომ გარე რეკლამა უდრის ბილბორდს, ხო, ანუ არის ძალიან ისეთი გავრცელებული მოკლედ და
შესაბამისად გააჩნია მის საჭიროებას რა სჭირდება. ეხლა პირობითად ისეთი სერვისებიც შეიძლება იყოს, მაგალითად აი ალმაში მოვიდეს ადამიანი და პირობითად მინდა რომ მონიტორზე მივულოცო რაღაცა დაბადების დღე ჩემს საყვარელ ადამიანს, ანუ ესეც გაჟღერებულო და თუმცა მოდიან ისეთი ადამიანები, რომ აი დაბადების დღის მილოცვა მინდა ბილბორდზე, ანუ ჩვენ ცხადია ხედავთ, რომ აი ეგ რაღაცა საჭიროებების მიხედვით არის საჭირო რომ მედიუმები დაყო. ანუ ეგ შეიძლება? რომ დაბადების დღის მილოცვა მოვიდეს ბილბორდზე? ხო, ანუ შეიძლება, მაგრამ მაგისთვის ბილბორდი ხარ ყველაზე აიკონიკ სუკი მიყვარხარ კი, მაგრამ ნუ აი დაბადების დღე შეიძლება, ანუ ერთი დღე ხო ულოცავ ადამიანის დაბადების დღე და შესაბამისად აი მონიტორი მაგაში ძალიან მოქნილია, რომ შეგიძლია რაღაცა კონტენტი გაუშვა იყოს პირობითად ერთი დღე, რაღაცა 2 საათი, 5 საათი და ასე შემდეგ და ბილბორდის და სხვა სარეკლამო არხის შემთხვევაში განსხვავებით მონიტორისგან ნებისმიერი სარეკლამო არხი საჭიროებს ბეჭდვა მონტაჟის პროცესს, რაც არის რეალურად ის პროცესი, როდესაც ჩვენთან დამკვეთი მოდის და რაღაცა კონკრეტული flow გვაქვს, რასაც ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებ. აი ბილბორდი, ლაიტბოქსი, გაჩერება, ავტობუსი, მონიტორი, რაც ვახსენე უშუალოდ და აი აეროპორტების ტერიტორიაც, რაც ყველაზე ალბათ ისეთი სარეკლამო მედიუმია, რომ აი საზღვარს შორის არის, ანუ აეროპორტში შეიძლება რეკლამა განთავსებული იყოს ისეთი კონტენტიც, რაც რეალურად ქალაქში შეიძლება, ანუ არ იყოს, რადგან არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა. ამ კონკრეტულ მედიუმებს სჭირდებათ გარდა მონიტორისა, მოკლედ ბეჭდვა მონტაჟის პროცესი, რაც ცხადია, რომ ესე ვთქვათ, აჭიანურებს პროცესს და ეს პროცესი არის რაღაცნაირად გარდამავალი და მონიტორი გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან ისე მარტივად, მოკლედ flexible ვიყოთ ამ კონკრეტულ მომენტში. კი ბატონო, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევეხებით მაგ უშუალო პროცესს. ეხლა რეალურად მინდა რომ გადავიდეთ თვითონ იმ კამპანიებზე, რომელიც ერთობლივად გაქვთ, ასე ვთქვათ, შექმნილი. მე როგორც ვიცი, რამოდენიმე კამპანიას შეგვიძლია დღეს შევეხოთ. სტანდარტულად ჩვენ ესე ვაკეთებთ, როგორ ხდება სიტყვაზე ჯერ თქვენთან ბრიფის დამზადება, მე როგორ მიდის სააგენტოსთან, როგორ ასე ვთქვათ, რა ინსაიტებს პოულობს სააგენტო რანაირად გადაჭრის იმ კონკრეტულ პრობლემას და მე უკვე აღსრულება როგორ მიმდინარეობს. რომ დავიწყოთ თქვენ რა პრობლემა დასახეთ მაგალითად და მე სააგენტომ რა სოლუშენი შემოგთავაზოთ. შეგვიძლია რომ განვიხილოთ ბოლოდროინდელი, ესე ვთქვათ, ძალიან ისეთი აქტუალური კამპანია ზღვა შანსი შენი ბიზნესისთვის და უშუალოდ მოგიყვეთ პროცესი, ესე ვთქვათ, როგორ იყო ჩვენთან გასულ წელს 2024 წელს ალმამ მოიპოვა ესე ვთქვათ, გაიმარჯვა აუქციონში და მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების უფლება 10 წლით ბათუმში. შესაბამისად, ეს ისეთი ისტორიის ახალი ფურცელი იყო ალმასთვის, რომ არ გვინდოდა რაღაცა მარტივად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ აი ალმა უკვე პოზიციონირებს ბათუმში. ეს არ გვინდოდა რომ ყოფილიყო და გვინდოდა რომ რაღაც ისეთი კამპანია გაგვეკეთებინა, რაც რეალურად დაამახსოვრდებოდა საზოგადოებას და მათ ქვეცნობიერში მოკლედ ძალიან ისე დაილექებოდა, რომ აი ალმა უკვე ბათუმშია. შესაბამისად, ესე პრობლემა არისო ამ კამპანიის ის რომ აი რაღაცა თვითონ ხო გადასაჭრელი პრობლემა, უბრალოდ აქ უფრო პოზიციონირების და იმის რომ ჩვენ უკვე ბათუმში ვართ და ადამიანებს შეუძლიათ რომ ესე ვთქვათ ბათუმშიც მოვიდნენ ჩვენთან, ეს იყო კამპანიის მთავარი მიზანი, რომ ისე გაგვეკეთებინა, რომ თან კრეატიულად გვეჩვენებინა ეს ყველაფერი და თან მესიჯი რომ აი ესე ვთქვათ, ალმა უკვე ბათუმშია, ყოფილიყო რაღაცნაირად ძალიან დასამახსოვრებელი. შესაბამისად, სააგენტოსთან ეს ბრიფი ესე მივიდა, რომ ჩვენ უკვე ბათუმში ვართ და გვჭირდება რაღაც ისეთი მესიჯი და ისეთი დასამახსოვრებელი, მოკლედ ვიზუალური, ესე ვთქვათ, იდენტობა, რაც ძალიან დაამახსოვრდებოდა ჩვენს აუდიტორიას და მართლა შეიქმნა ისეთი კამპანია, რასაც ვეკო ალბათ უფრო ჩაშლად სააგენტოს მხრიდან ისაუბრებს. ისეთი კამპანია შეიქმნა, რომ აი ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი ალმა ის კომპანია, აი ბათუმშიო ზღვა შანსი გააკეთა, ასე რომ ეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ბათუმში რო ჩავიდოდით, უბრალოდ კონსტრუქციები არ ყოფილიყო, რომელიც აი ალმამ დაამატა. ამ კონსტრუქციებზე რომ ისეთი ვიზუალური, ესე ვთქვათ, მხარე დაგვენახა, რომ რეალურად აი ნამდვილად ბათუმშია და ნამდვილად მოკლედ ზღვა შანსი არის, რაზეც ვეკო უკვე მოგვიანებით ისაუბრებს, ნამდვილად ეს გამოვიდა. ოკეი, ბრიფი გამზადდა, რა კონკრეტულ პრობლემა გაიწერა და წამოვიდა თქვენთან.
ხო, აი აი გუნდიც აი ვინ ერთება ვინ მუშაობს ყველაფერს, ეგენიც რა. აუცილებლად მოგიყვებით. ანუ თავდაპირველად აი მარიამმა ვიზუალური ნაწილი ახსენა ბოლოს და მინდა რომ სულ თავიდან დავიწყო ჩვენი გამოცდილება ზოგადად აუტდორთან მიმართებაში როგორ იყო. მახსოვს პირველი კამპანია, როდესაც ჩვენ რადგან თავიდან უფრო ციფრულ არხებზე მორგებული სააგენტო ვიყავით, რაღაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავიწყეთ უკვე ეს სერვისიც, რომ აი აუტდორისთვისაც ვაკეთებდით კამპანიებს, პირველი გამოცდილება რაც იყო უფრო აი ციფრული არხების ინსაიტები გამოვიყენეთ აუტდორში, რაც იყო რომ მაშინ რაღაცა ნიუტფერები იყო ძალიან აქტუალური, უფრო დამჯდარი, რაღაც მესიჯიც თავის ადგილას, რაღაც ძალიან მოკლედ, პატარა და რასაც აი არ ქონდა ისეთი კითხვადობის ელემენტები არ იყო გათვალისწინებული, რაც აუტდორში მნიშვნელოვანი არის. ანუ აუტდორს აქვს ცოტა სხვანაირი სპეციფიკა, რაც გონია რომ დღეს ახლა ჩვენს გუნდში ყველას ძალიან კარგად ესმის და როდესაც რაიმე კამპანია გაეშვება, ამ კრიტერიუმით ვუყურებთ ხოლმე, რომ აი გამვლელი ადამიანი მანქანიდან იქნება თუ ფეხით მოსიარულე, რამდენად სწრაფად აღიქواس და რამდენად გაიაზრებს და რაიმე ემოციას დატოვებს. ყოველთვის როდესაც კამპანიას გეგმავ, გაქვს ორი არჩევანი ნებისმიერ კომპანიას თუ გინდა რომ აუტდორში წარმატებული იყო. ერთი, რომ შენი რაღაც რაციონალური მესიჯი, რაც გინდა რომ მიიტანო, დაფარვა უნდა კონდეს ძალიან დიდი, ანუ ყველგან უნდა შეგხვდეს და აი ამ სიხშირეს, რასაც ვეძახით, ხო? ანუ სიხშირე კონდეს მაღალი, ხვდებოდეს ყველგან, იყოს რაღაც ერთი მარტივი მესიჯი და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში თუ ამას რაღაც ხანგრძლივადაში დაგეგმავ ამ კამპანიას, ექნება თავისი შედეგი და შენი მესიჯი მივა აუდიტორიამდე. ან გაქვს მეორე არჩევანი, რომ შენს მესიჯში იყოს რაღაც ემოციური, ან პატარა თამაშის ელემენტი, რაც უფრო მეტად დააფიქრებს, აი წამში რაღაცნაირად რებუსივით ან ესეთი თამაშის პრინციპით იქნება და შეიძლება რაღაც იუმორის ნაწილიც იყოს ჩადებული და ამ შემთხვევაში თუ აუდიტორიის ყურადღება მიიქციე, სწორი განლაგების შემთხვევაში და სწორი სარეკლამო ადგილების აღების შემთხვევაში შეიძლება არ დაგჭირდეს, რომ ყველა ბილბორდი შენი იყოს, ან ყველა ავტობუსის გაჩერება, ან ყველა მეტროს ბაქანი. ამ შემთხვევაში მაინც ხილვადობა იქნება უფრო დიდი, იმიტომ რომ ამახსოვრდება და ეს ემოციური ნაწილი არის ძალიან მაღალი. სწორედ აი ამ გამოცდილებით და ამ დაკვირვებით შევხედეთ ჩვენს ორ კამპანიას, რომელიც იდეაში ერთი ბრიფიდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ამ ბრიფზე რაღაც რამდენიმე იდეა მივიტანეთ და შესაბამისად ალმას გუნდმა შერჩია 2 და ძალიან კარგი არის რომ რაღაცა ესეთი მივიტანეთ გონი 4 იდეა იყო და 2 შერჩა და ეს რაღაც ძალიან ფუფუნება არის ხოლმე სააგენტოსთვის რომ შენი ყველა 2 იდეა რომ ახლა 50% რომ შეირჩა მოკლედ ძალიან სასიამოვნო იყო და სხვა შანსი ვფიქრობ რომ აი სწორედ ამ ინსაიტებიდან გამომდინარე არის პირველი რასაც ვაქცევთ რა მოცემულობა ქონდა იყო რომ ალმა იყო უკვე ბათუმში, ოღონდ ქონდა რაღაც კონკრეტული სარეკლამო კონსტრუქციები, ავტობუსები იყო, მე მგონი და გაჩერებები. ამ ახალი ტენდერიდან გამომდინარე ემატებოდა ახალი კონსტრუქციები, რაც უფრო დიდი მასშტაბის შესაძლებლობას იძლეოდა და სწორედ აი ეს მასშტაბურობა, რაც გვაქვს ახლა ალმას დახმარებით კომპანიებს, არის სხვა შანსი და აქედან გამომდინარე წამოვიდა ეს ჩვენი მესიჯიც, რომ ახალი შანსი არის, რომელიც აი მართლა ზღვა დაფარვის შესაძლებლობა გაქვს და ვიზუალური თან ზღვაზეა ეს ექსამენი და ვიზუალური იდენტობაში სწორედ ეს ზღვის ელემენტები არის გამოტანილი და ფერები, რაზეც მახსოვს რომ რაღაც ძალიან დიდხანს ვამუშავებდით, რომ ყველაზე ხილვადი ფერი რომელი იქნება და ყველაზე მეტად რა მიქცევდა ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაც ბათუმიც დატვირთული ქალაქი არის და შესაბამისად ამდენ კონსტრუქციაში ხილვადი უნდა იყოს შენი სარეკლამო კონსტრუქციები და ვფიქრობ რომ ამას ძალიან კარგად გავართვით თავი, იმიტომ რომ გამახმაურება ნამდვილად შესაბამისი იყო და შემდეგ უკვე როდესაც ქალაქშიც სხვა ქალაქებშიც ხედავ ამ კამპანიას ლინკი ბათუმთან დააჭარასთან ძალიან მარტივად ხდება ამ ვიზუალური იდენტობიდან გამომდინარე. ერთსაც დავამატებ ძალიან სწორად ახსენა ვეკომ გარე რეკლამის კამპანიას, როდესაც გეგმავ რა ვიზუალი უნდა იყოს გამოყენებული
გაკეთებული. მე მგონი წინა პოდკასტში იყო, რომ აი Facebook-ის პოსტი არ უნდა გადმოვიტანოთ რაღაცა კი, არა მარტო ქუჩაში. ძალიან ბევრმა ხო, აღნიშნა ეგ რომ ანუ რეალურად მე მგონი კოკა ამბობდა რომ ეს არის ქალაქის იერსახის შემადგენელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რა იქნება კი, ბატონო. აი თქვენ ხო მეც მქონდა მაგაზე კითხვა და კარგია რომ მაგას შეეხეთ აი როგორ ხდება ეგ პროცესი ხო. აი თქვენ ამ რეკომენდაციას თუ აძლევთ კი ბატონო, ზოგადად ამ ვიზუალურ მხარეს მოვუბრუნდები და მე მოკლედ მაგ რეკომენდაციებზეც ვისაუბრებ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს თვალშისაცემი გარე რეკლამის კამპანია, რადგან აი მაგალითზე რომ ვისაუბრეთ, ჩვენ მქონია ესეთი кейსი, როდესაც ერთი კონკრეტული კამპანია არც თუ ისე ბევრ ლოკაციაზე იყო რეალურად გაკრული, თუმცა ისეთი შემჩნევადობა ქონდა და ისეთი გამოხმაურება ქონდა და ზოგადად ვიზუალი ისეთი იყო, რომ აი მართლა გეგონა რომ აი ნებისმიერ ლოკაციაზე ეგ კონკრეტული კამპანია იყო გაკრული და აი დაფარვა ქონდა ისეთი, რომ ვიზუალს მოკლედ აი რო ნახავდი ვიზუალს, აი მართლა შეიძლება და გაჩერებულიყავი, აი დაკვირვებულიყავი როგორ შექმნეს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ანუ აი გარეთ ქუჩაში როდესაც დადის ადამიანი და აი ლოკაციებიც სარეკლამო ლოკაციებიც აი სად არის ხო გაშლილი ძირთად ისეთ ადგილას, სადაც არის აი ხალხმრავალი ადგილი პირობითად აი საცობები, შუქნიშნები და შენი რეკლამა რაღაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანმა ძალიან მარტივად და მალე ნახოს, იმიტომ რომ აი გავჩერდი შუქნიშანზე და აი რა 30 წამში მაქსიმუმ მივდივარ, ხო? აი რაღაცა ისეთი არ არის, რომ შეიძლება გაჩერდე, თუ არ ჩავთვლით გაჩერებას, რადგან დაყოვნების დრო გაქვს და მეტროს, სადაც უშუალოდ სანამატარებელი მოვა, მანამდე შეიძლება შეაფასო კამპანია, დაათვალიერო, მოკლედ ვინ რა როგორ გააკრა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ ეგ ვიზუალური მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს რაღაცა catch, რასაც ვეძახით, ანუ მარტივად დასაჭერი, მოკლედ და ფერებიც ისე იყოს გამოყვანილი და რაღაცა მკვეთრად, რომ ამის შესაძლებლობას იძლეოდეს, რომ აი ადამიანი როცა ნახავს, ძალიან მარტივად შეამჩნევს. თან ეგ სერვისი რომ რეალურად გავტესტოთ, რაღაცა კონკრეტული ბილბორდი ან ბანერი, რაღაცა ესე ვთქვათ, კონსტრუქციას როგორ გამოჩნდება, გვაქვს ხადია ეგ სერვისიც, ანუ შეგვიძლია რაღაცა ტესტ რეჟიმი გავაკეთოთ, რომ აი ფერი როგორ დაჯდა პირობითად ბილბორდზე და ეს მოკლედ მივაწოდოთ შემდეგ ბრენდს ხადია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი გუნდი ძალიან დიდი ხანია ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ამ პროცესში არიან ჩართულები, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არიან ამ საქმეში და თვითონ ცხადია გამოცდილება აქვთ ზოგადად აი სეგმენტების მიხედვით რა რეკომენდაციები როგორ უნდა გასცენ. ამის და მიუხედავად კიდევ გვაქვს სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ესე ვთქვათ შეხება, რომელიც არის პირობითად IPM-ი, ეს არის სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია, ასევე საკონსულტაციო, რომელიც უშუალოდ გვიკეთებს ასე ვთქვათ ესეთ კვლევას, გარე რეკლამის აღქმის კვლევა, ასევე ვინ რა ტრანსპორტით გადაადგილდება, ზოგადად ასე ვთქვათ ურეკავენ მომხმარებლებს, ეკითხებენ, ეს არის ადამიანების აზრის ჩვენამდე ესე ვთქვათ მოტანა და ეს კვლევითი ორგანიზაცია გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ ადამიანები როგორ და რანაირად აკვირდებიან რეკლამას და აი რა არის მათთვის პირობითად თვალშისაცემი და აი რა დამახსოვრებიათ პირობითად ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ესე ვთქვათ შეხება 112-თან, ეს არის საზოგადოებრივი ასევე კვლევითი ორგანიზაცია შემეცნებითი, რომელიც უშუალოდ ითვლის კონკრეტულ ლოკაციაზე რა რაოდენობის მანქანა გადაადგილდება, მათ მარკებს, მოდელებს და ასე შემდეგ, რაც რეალურად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აი რეკლამა როგორ და რა ლოკაციებში სეგმენტურად უნდა დავგეგმოთ, რომ ჩვენთან პირობითად, როდესაც მოდის კონკრეტული მოთხოვნა ბრენდის მხრიდან, ვიცოდეთ რაღაცა საჭიროებები რა ლოკაციაზე უნდათ დაფარვა და შესაბამისად ჩვენც მივაწოდოთ რაღაცა გარკვეული მონაცემები, რაც არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილებიდან, არამედ კვლევითი ორგანიზაციებიც ამას გვეუბნებიან და თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენი რეკომენდაცია, რასაც გავცემთ და ცხადია უკვე საბოლოო გადაწყვეტილება არის ბრენდზე, რას და როგორ გადაწყვეტს და რას შეარჩევს. აი აქ დავამატებდი, განსაკუთრებით საინტერესო იყო რეკომენდაციების ნაწილი მონიტორების შემთხვევაში, რასაც ახლა ჩვენ ბრენდებთან, პარტნიორ ბრენდებთან ყოველთვის ვაჟღერებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორზე შენ შეგიძლია 15 წამიანი და 20 წამიანი და 30 წამიანი რგოლიც გაუშვა, ყოველთვის რეკომენდირებული არის, რომ არ იყოს აი ძალიან ბევრი ცვლილება ეკრანზე, რომ იქ რაღაც 5 წამი გამოიყენო იმისათვის, რომ შენი მთავარი მესიჯი ჩანდეს და არ იცვლებოდეს ხე. თვალები არ გაგიჭრელოს, ხო, ხშირად გვაქვს ხოლმე ეგ შემთხვევა, ხო, სააგენტოებს, რომ რაღაც მთავარი ვიდეო, რომელიც გადავიღეთ რაღაც კამპანიის
საწყისი რაც არის და ძირითადი ღერძი, გვინდა რომ მისი ადაპტირება მოვახდინოთ ხოლმე მონიტორებისთვისაც, რაც არც ხმა არის და ვიზუალით ძალიან სწრაფად იცვლება, ხო? მომხმარებელიც გადის შუქნიშანზე და შესაბამისად იქ იმ ვიდეოს ადაპტირებაზე უმჯობესი შეიძლება იყოს, რომ ყოველთვის ცალკე კონტენტი მოვიფიქროთ და ცალკე კონტენტი შევქმნათ კონკრეტულად ამ მონიტორებისთვის, რომელიც ბევრად უფრო ხილვადი იქნება და უფრო დაილინკება კამპანიასთან, ვიდრე რაღაც პატარა ამოჭრილი ვერსია, რომელიც სატელევიზიოდ კარგია, მაგრამ მონიტორს კიდევ სხვა დაკვირვება და სხვა მუშაობას სჭირდება. კი, აი, როდესაც აი მაგალითად ტელეფონს ჩართავ და ნახავ რაღაცა რეკლამას, რომელიც აი სოციალურ ქსელში არის პროფიტად გაშვებული, ის კონკრეტული რეკლამა, ან იმ ბრენდის კონკრეტული რეკლამა შეიძლება შეგხვდეს აი ქუჩაშიც, მაგრამ ქუჩაში უნდა იყოს ცოტა განსხვავებული ფორმით, რადგან ეს ზუსტად ის არ მუშაობს, აი იმიტომ რომ ტელეფონი გვაქვს რაღაცა მინიმალურ, ესე ვთქვათ, დიაგონალზე და შესაბამისად აი გარე რეკლამა არის შორი, მაინც არის ქუჩაში და უნდა იყოს ისეთი განახკმა. აი სხვა შანსის შემთხვევაშიც ეგ იყო რომ მონიტორებზე ადაპტირებული რაც არის, მანდაც ძალიან ხილვადი არის მესიჯი და მხოლოდ აი მინიმალური ცვლილებები არის, მინიმალური მოუშენი გვაქვს დამატებული ამ შემთხვევაში და ყოველთვის ესე მივყვებით ხოლმე ყველა კამპანიას. ხო, აქ ჩვენ შეგვიძლია კომპანიებს მივცეთ ესეთი რჩევა, რომ დაუჯეროთ რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ახლა საჭესთან ხარ და მოძრაობ ავტომობილით და იქ რაღაც წვრილი ტექსტით არის ტელეფონის ნომერი, QR კოდი და ასე შემდეგ, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, აი რომ წარმოიდგინოთ თქვენი თავი, რომ ეს აქტივობა შეასრულოთ და წაიკითხოთ, მოასწროთ აღქმა რეკლამის, იმიტომ რომ მაშინ იმ ადგილას უნდა გაიაროთ 100-ჯერ, რომ მე სადაც გაწყვიტეთ იქიდან რომ გააგრძელოთ კითხვა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რომ ვიზუალურად იყოს ეფექტური, მეორე რომ ინფორმატიულობა გადავიტანოთ შესაბამის მედიუმებზე, როგორც ამბობდი, რომ შეიძლება ავტობუსის გაჩერებაზე კი ეწეროს ბევრი ტექსტი და მაგალითად მეტროში, სადაც შეიძლება ადამიანს აქვს იმდენი დრო, რომ იდიგეს და წაიკითხოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ავტომობილით მოძრაობ და ნუ სისწრაფე გაცილებით მაღალი ამ შემთხვევაში, ჯობია რომ რაღაც უფრო საიმიჯო და ცნობადობაზე გაკეთდეს აქცენტი და ქალაქსაც უხდებოდეს ის ვიზუალები, რაც ქალაქის იერსახეს მოკლედ მაინც ძალიან შერწყმული არის, ეგრე არის რეალურად, რომ ნაწილი არის ქალაქის და შესაბამისად ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცნაირად მესიჯი პროდუქტი, ეგ ალბათ ყველაზე, ესე ვთქვათ, საუკეთესო შედეგს იძლევა საბოლოო ჯამში გამოცდილებიდან გამომდინარე, ესეა რომ აი ბევრი ინფორმაცია მაინც აი თვალს ხლის, ალბათ ციფრულ სამყაროშიც ხლის თვალს, რომ როდესაც ბევრი ინფორმაცია ხედავ აი შენც გინდა რომ მარტივად იყოს გადმოცემული აი კოფი მაგალითად შეიძლება ძალიან დიდი იყოს და პირობითად აი დაიღალო წაკითხვით ხო? აი ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ხოლმე რეკომენდაცია კამპანიების ჭილში რომ როგორც მარიამ ახსენა ბილბორდი არის აი რაღაცა ასე ვთქვათ ოქრო ყველას უნდა რომ მაქსიმალურად მის კამპანია უფრო ბილბორდებზე გავიდეს და როდესაც დიდი მესიჯი გვაქვს მისატანი და ვიზუალურადაც დატვირთულია ჩვენ ყოველთვის ვარჩევთ რომ ავტობუსების პლეისმენტზე გავაკეთოთ სარეკლამო ადგილზე ვიცი რომ ინგლისურ ტერმინებზე მოკლედ პრობლემა არის მაპატიეთ ხო პრობლემა არ არის ეს ქართულ იმას ჭირდება გაჯასარება ხო და გადავხედოთ იდეა არის მომენტი ერთი კამპანია საჭიროა ხო ან სარეკლამო მედიუმად შეირჩეს უფრო ავტობუსი რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო ადგილი არის თუმცა რაღაც რა გამოცდილებაც მქონია მაინც ნუ ბილბორდები ყოველთვის უპირატესობას და ეგ რაღაცა რეკომენდაციაც აი ავტობუსი მართლა ძალიან ისეთია საინტერესო იმიტომ რომ აი ერთ ლოკაციაზე შეიძლება დაიწყოს მოქმედება და ის შემოიეროს მთელი ქალაქი და ყველგან შეიძლება შეგვხვდეს რეალურად რეკლამა აუდიტორიისთვისაც და მსხვერპლებისთვისაც ვინც მანქანას ატარებს უკან რომ მიყვები ავტობუსს გინდა არ გინდა მაინც გეკითხება და მოკლედ რაღაცა ეს აქვს ვეკო შენ ახსენე რომ იმ კონკრეტული ბრიფიდან ამოვიდა ორი კამპანია ის მეორე კამპანია რა იყო მეორე კამპანია როგორც ვიცი დღეს სამი კამპანია გვაქვს და შეგვიძლია საუბარი ეს ალმასია ეს კამპანია რომელიც
თავიდან იყო მხოლოდ უბრალოდ ბათუმის ბრიფიდან გამომდინარე, თუმცა დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ რომ ნახოთ ეს კამპანია. აი მგონია რომ ამ კამპანიას სწორედ რასაც წაღავს საუბრობდი არის ზუსტად ამართლებს ყველა ამ ისაიც, რომ შეგრძნება გაქვს რომ ყველგან ხედავ ამ კამპანიას და რეალურად ეს თამაშის პრინციპი სიტყვების რომ ნამდვილად ძვირფასია ის სარეკლამო ადგილები, რომელსაც ხედავთ მედიუმები, ბილბორდი იქნება ეს ავტობუსი იქნება ხიდი თუ ნებისმიერი ძვირფასია, ანუ ალმასი არის და ნამდვილად კომპანია ალმას ეკუთვნის. ეს აი თამაში და რაღაც იუმორნარევი მესიჯი, მგონია რომ იწვევს სწორედ აი ამ რომ ამახსოვრდება ადამიანს და რაღაც ისეთი უკავშირი გამოიწვია იმ მოლოდის გადააჭრა. დიდი ალმასი. აი ყველაფერი დავიცავით, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, კი არა, სწორად მახსოვს, ტელეფონის ნომერიც კი ამოვიღეთ, რომ ზედმეტი რაღაცებისგან არ ყოფილიყო დატვირთული, მხოლოდ მესიჯი, ვიზუალი, რომელიც ერთმანეთს ესე ვთქვათ ავსებს რომ ალმასი დაინახო და ნუ ქვემოთ აწერია რომ დაუკავშირდი ალმას კომპანია ალმას და ძალიან კარგი უკავშირი გამოიწვია დადებითად მიიღეს ხოლმე ყოველთვის აი სიტყვების თამაშის დროს არის რაღაც აგენტოშიც კომპანიის მხრიდანაც რაღაც შეიძლება მაქსიმალურად ვწურავთ ხოლმე რომ აი ნამდვილად კარგად აღიქოს თუ არა ამას აუდიტორია და რაიმე სხვანაირად ხარ შეიძლება იყოს აღქმული და ვფიქრობთ რომ ეს გადაწყვეტილება რომელიც ორ მხრივი იყო და ძალიან დიდი მადლობა ალმას რომ დაგვიჭირა ამ იდეაში მხარი და გავაკეთეთ და განვახორციელეთ უკავშირი მარიამა უფრო კარგად იცის და ყოველთვის ზოგადად აუთდორ კამპანიას ნაწილში ძალიან მარტივად მოდის ეს უკავშირები აი ქუჩაში ვინც ხვდება შენთან ერთად ვინც არის და ისიც უყურებს და ისიც გეუნება რაღაცებს აი ძალიან პულსზე ხელი გიჭირავს და მარტივად შეიძლება რაღაც ციფრებში გაზომბადი ისე არ იყოს დღესდღეობით როგორც ციფრულ არხებში, მაგრამ მაინც აი ემოციურ დონეს მარტივად იგებ და განსაკუთრებით სასიამოვნო არის ხოლმე ეს, როდესაც ალმასთვის ვაკეთებთ ამ კამპანიებს, ალმას აუდიტორია და თავისი მომხმარებლები არიან მათივე კლიენტები, რომლებიც ძალიან სწრაფად ცვლიან ხოლმე ამ უკავშირს და ჩვენც სწრაფად ვადაპტირდებით ხოლმე მათი უკავშირიდან გამომდინარე. ეს კამპანია ზოგადად არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ვეკო მახსენა ინსაიტზე დაფუძნებული მესიჯი რომ ეს ალმასი რომ აი საიუველირო სამყაროში რომ ალმასი ნამდვილად ისეთია რომ აი ძალიან მაგარი არის და ძალიან ძვირფასია, იმიტომ კი არა რომ აი რაღაც შეიძლება ძვირად ღირებული იყოს პირობითად მატერიალურად. არა, იმიტომ რომ აი ნამდვილად ალმასია და ნამდვილად ლამაზია და ნამდვილად კარგია. ჩვენც როგორც ალმა, მოკლედ რაღაცნაირად სიტყვებით ვითამაშეთ. ეს იდეა იყო მართლა ისეთი იდეა, რომ აი კამპანიის გამოხმაურება არ ვიცი ვინ არ დაგვირეკა ჩვენს ბრენდებს გულისხმობ რუსთანაც პარტნიორობთ და ვინც ჩვენი მეგობარი ბრენდები არიან თავიანთ აკაუნტ მენეჯერებს ვინ არ დაურეკა აი ვინ არ თქვა რომ აი ეს რა მიგნება არის და ეს ძალიან მაგარია და მოკლედ აი მე მგონი ყველამ ნახა არ ვიცი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო იმალება მეგობრებო ბევრ ლოკაციაზე არ არის რეალურად ეს ალმასია გაკრული ანუ რაღაცა იმ მომენტში თავისუფალი კონსტრუქციები რაც რაღაცა მოგვეპოვებოდა მოკლედ ისე რომ აი ქალაქი იცვა და ყველა მედიუმზე არის და აი ყველგან შეგხვდება ავტობუსის გაჩერება, ავტობუსი, მეტრო, ესე არ არის რეალურად. აი მართლა მესიჯი, აი თვითონ ტიპოგრაფიაც ისე შეიქმნა, აი ვეკოც ალბათ უფრო დაზუსტებით ისაუბრებს ამაზე, რომ აი თვითონ იდეას ძალიან გავს ეს ტიპოგრაფიაც და თვითონ ბრენდს და მოკლედ კავშირშია და ეს ალმასიც ისე მოკლედ შეიქმნა, ანუ ისეთი მართლა შთამბეჭდავი არის, რომ აი როდესაც დაინახა ადამიანმა, აი ეგრევე ადგა და დაგვირეკა და ეს ძალიან მაგარი მიგნება, მოკლედ ძალიან მაგარი გამოხმაურება მოიტანა ამ კამპანიამ მართლა ისეთი იყო. აი ტიპოგრაფიის ნაწილის და ვიზუალური იდენტობა სრულად იმეორებს ამ ჩვენ იდეას, პატარა ალმასებიც არის ტიპოგრაფიაში გამოყენებული და თვითონ ალმასიც ჩვენ მქონდა ორი ვერსია, როდესაც მუშაობდით, ეს შეიძლება ყოფილიყო უფრო ილუსტრირებული ალმასი, ან რეალური ფოტომანიპულაცია ყოფილიყო და რეალური ალმასი გავკეთებინა, რაც დაიტესტა, ნამდვილად გავტესტეთ, რომელი უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად გამართლა ჩვენმა არჩევანმა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ მართლა ხო არ ბრწყინავს ეს ალმასი, იმიტომ რომ ფერები იმდენად კარგად არის დასმული და ეს სიმკვეთრე და თუ მithumetes რაღაცა ბილბორდზე დაეცა. ხო, ამიტომ აი ეს ინსაიტები რაც არსებობს ფერებთან დაკავშირებით, ეს ვიზუალის სიმარტივესთან და აი ყველაფერი ერთმანეთს ეხმარებოდეს, ხშირად არის ხოლმე, რომ
პარტნიორ კომპანიებთან როდესაც თანამშრომლობთ, აი ყველას ენანება რომ რაღაცა მოდი არ დავკარგოთ იქ ის ჩემი სხვა ლოგოც დავდოთ იქნებ ის ჩემი მესიჯიც იქნებ ვინმეს ვებსაიტზე შემოსვლა მოუნდეს და აი რაღაცნაირად ეს ხელის გაშვება არ გვინდა ხოლმე ჩვენი მთავარი მესიჯებისთვის და რეალურად მართლა ბევრად ეფექტურია თუ რაღაცებს დავთმობთ და გვერდით გადავდებთ და მთავარ რაღაცას ჩავწერთ. სხვა შანსიც ესეთი იყო. კი, სხვა შანსიც და ლოგო გამიდიდეს თუ გადავდებთ. ამ შემთხვევაში ლოგო უნდა გავადიდოთ. ყველაფერი შეგვიძლია გავადიდოთ, თუმცა თითო ავარჩიოთ, ერთი ლოგო ავარჩიოთ და ერთი მესიჯი ავარჩიოთ და ვიზუალიც ერთი. ხო, სხვა შანსიც ნამდვილად აი ცენტრში არის რაღაცა მესიჯი მოქცეული მართლა გადიდებულად და დიდად და რაღაცა ბექი ისეთი მიყვება, რომ კავშირშია კამპანიასთან მოკლედ და აი ეს ალმასია ზუსტად ესეთი იყო. ეს ორი მაგალითი ისეთია, რომ ნამდვილად გაამართლა კამპანიის, ესე ვთქვათ, ამ გამოცდილებამ, რაც ჩვენ გვაქვს. აი სააგენტოს მხრიდანაც რო გითხრათ, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა არის ხოლმე ალმას პროექტებზე მუშაობა, იმიტომ რომ outdoor-ის წამყვანი და ყველაზე დიდი კომპანია, როდესაც თავისივე კამპანიას აკეთებს თავისი ბრენდის შესახებ, უნდა იყოს საუკეთესო, ხო? ანუ რასაც ეს რეკომენდაცია მაგალითი უნდა იყოს სხვა ბრენდებისთვის და ამიტომ ამ ჭრილით ვუყურებთ ხოლმე ჩვენც, რომ აი ეს ყველა რეკომენდაცია, რაც არსებობს და რასაც ალმა თავის პარტნიორებს ეუნება, ის მათ კამპანიებში იყოს იმის გარდა რომ კი ბატონო, იმის გარდა რომ თვით რეკლამა არის რეალურად ალმასი, ანუ ალმას როგორც ბრენდის, ასევე ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბრენდისთვის და დამკვეთისთვის. აი ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს მეგობრებს, ანუ პარტნიორ კომპანიებს, რომ აი ეს გავაკეთეთ და ამან ძალიან გაამართლა. ანუ ესე გამოცდილებაზე დაყრდნობილი რეკომენდაციები ცხადია, არის, თუმცა მაინც საბოლოო გადაწყვეტილება მიდის უკვე კლიენტთან, რომ ეს მინდა და მოკლედ კი ბატონო, ჩვენც ესეთები ვარ. ხო, მე მახსენდება სხვათა შორის ორი რაღაც ერთი იყო სეტანტას მაგალითი, როცა ისაუბრა სეტანტა იყო ჩვენს პოდკასტის სტუმრად და მაშინ UFC-ს პირდაპირი რეპორტაჟი, სადაც მართლა ასე ვთქვათ, ამდენი ადამიანი უყურებდა დილით და რაღაცა სახალხო ზეიმად და მოძრაობად იქცა მერე ეგ აქტივობა და მახსენდება FIFA-ს თამაში ფილარმონიის მონიტორზე, რომელიც იყო სასწაული ექსპერიენსი, მოკლედ და ეს ალბათ არის ზუსტად ის ტრიგერი ბრენდებისთვის, რომ აი ამ მედიუმებს შეხედონ ცოტა სხვანაირად და თვითონ მოუფიქრონ კრეატიული გადაწყვეტები, რის საშუალებაც მოკლედ არის ამ მიმართულებით. აი აქ ერთსაც დავამატებ თუ შეიძლება აი მონიტორების მიმართულებით უშუალოდ აი FIFA რაც ვახსენდა სეტანტას მაგალითი რაც იყო, ანუ იმის გარდა რომ მონიტორზე შეგიძლია რეკლამა გაუშვა, აი ამის გარდა შეგიძლია რომ კრეატიულად გამოიყენო და აი მართლა რომ PlayStation-ი ვითამაშეთ FIFA-ზე, ეს იყო აი რაღაცა ძალიან ისეთი მომენტი, როცა ჩვენივე სარეკლამო არხი და რაღაცა მედიუმი გამოვიყენეთ ძალიან კრეატიულად და გარდა რაღაცა რეკლამისა, ასევე მოკლედ თვითონ მედიუმაც მოგვცა ამის შესაძლებლობა. მე ესეთი კითხვა ზოგადად ეხლა რაზე ვსაუბრობთ ეხლა სტანდარტული კამპანიები რაც ერთ თოქში იხილება ხოლმე არის რომ ყოველთვის რაღაცა მოიცავს ვიდეოს რაღაც გაერთიანებულს და უფრო 360 გრადუსით რო ეძახიან კამპანიებს მაგ ჭრილში ვსაუბრობთ ხოლმე თუმცა რეალურად კამპანიები მხოლოდ ეგ არ არის ხო ანუ შესაძლებელია გააკეთო ბევრად უფრო დაბალი ბიუჯეტით რაღაცა ისეთი აუდიტორიაზე გათვლილი და ისე გაშლილი რომ შეიძლება გაცილებით უკეთესი შედეგიც კი მიიღო და გამოვიდეს ბევრად მაგარი კამპანიები და მაინტერესებს ზოგადად თქვენი აზრი ამ მიმართულებით არ ვიცი თქვენგან კი ბატონო შეგვიძლია დავიწყოთ ძალიან კარგი აქცენტი იყო შენგან რომ ახსენე რომ კამპანია არ არის მხოლოდ ვიდეო რგოლი და არ არის მხოლოდ ამ ვიდეო რგოლის შემდეგ გაშლა და რაღაც 360 გრადუსიანი დაფარვა. ამას ვისურვებდით ალბათ სააგენტოები რომ გქონდეს ხოლმე ამ შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძირითადად როდესაც ბრიფი მოდის, ბრიფშივე გაწერილი არის რომ ჩვენ გვინდა ვიდეო რგოლი და მე რაღაც გაშლებიც ბიუჯეტიდან გამომდინარე რაც გვეყოფა. შესაბამისად ეს სააგენტოებს და შემოქმედებით გუნდს რაღაცნაირად კეტავს და ჩარჩოში აქცევს და გვაქვს ხოლმე მე ეს კულვარული საუბრებიც რომ რაღაცა მოდი სიახლეები გვჭირდება და ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთს დაემსგავსა და რაღაც ხო არ არის სიახლეების დრო და როდესაც შემოდის ჩვენთან კამპანია რომელიც კონკრეტულად ერთ პლეისმენტზე ან კონკრეტულად მხოლოდ outdoor-ზე არის ხოლმე მორგებული ბევრად უფრო საინტერესო არის ეს ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის და ახლა წინაზე
რაღაც გასაუბრებები გქონდა და ვამბობდით, რომ აი ჩვენი უპირატესობა ეგ არის, როგორც სააგენტოსი, რომ ესეთი დავალებებიც შემოდის ჩვენთან და არ არის რაღაცა ყველაფერი სტანდარტული. მახსოვს, რომ გქონდა ეგეთი გამოცდილება რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მარკეტინგის მენეჯერთან, რომელიც მეუბნებოდა, რომ აი მე კი მესმისო, რომ ეს მესიჯი მოვიფიქრეთ და ეს მესიჯი ახლა უნდა გავიტანთო, მაგრამ აი კომპანიაში არ ჯერათ, რომ ეს არის ღირებული, რომ მხოლოდ მესიჯის მოფიქრება შეიძლება იყოს დიდი იდეა და მხოლოდ ამით შეიძლება რაღაც შედეგებზე გავიდეთ. ანუ კი, მოგწონს ეს big idea, მაგრამ big idea-ს რაღაც ვიდეო რგოლიც აუცილებლად უნდა მოყვებოდეს. და ჩვენ გქონდა გამოცდილება Subway-ს ბრენდზე ვიმუშავეთ. მაგარი გაიაფებულია კამპანია, რომელიც იყო კოლაბორაციული კამპანია, სადაც ჩვენი იყო იდეა და სტრატეგია და აღსრულების ნაწილი Subway-ს გუნდმა შიგნით შეასრულა და ვფიქრობ, რომ ზუსტად ის გამოვიდა, რაც გვინდოდა. ამ მესიჯზეც იყო რაღაცნაირი ორმხრივი დამოკიდებულება, რომ ასეთი მარტივი უნდა იყოს თუ არა მესიჯი და ასე პირდაპირ უნდა გეუბნებოდეს თუ არა, რომ მაგარი გაიაფებულია. ჩვენც რაღაც შიდა შეხვედრები და ბრიფის გავლა, როდესაც გქონდა, ვკითხულობდით, რომ მართლა გაიაფდა და როდესაც ბრენდი გვეუბნება, რომ კი, მართლა გაიაფებულია, ესე იგი აუცილებელი იყო, რომ აი ეს სიმართლე პირდაპირ და მარტივად გვეთქვა. თან იმ სეგმენტზე, რომელიც ესეთი მოწყვლადი არის ფასის მიმართ, ანუ ვიცით, რომ fast food-ის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდები სტუდენტები გადაწყვეტილების მიღებამდე ფასს განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებენ და Subway-ს ჰქონდა წლების მანძილზე ეს რაღაც იმიჯი მორგებული, რომ უფრო ძვირია ვიდრე სხვა ბრენდები და რაღაცნაირად შეიძლება ამის გამო იკავებდნენ ადამიანები თავს. ამიტომ რა პრობლემაც იდგა, პირდაპირი გადაწყვეტა მოვუფიქრეთ, პირდაპირ ვუთხარით აუდიტორიას, რომ მაგარი გაიაფებულია. მაგარი Subway, ფოტოშოპს ბევრს შეხვდა ეგ და ჩემო მეგობრებმაც აღნიშნეს, რომ ეს მაგარი გაიაფებული რაღაც ისეთია რა. ბოლოდროინდელი დასამახსოვრებელი კამპანიებიდან, ანუ შეიძლება ისეთი იყოს, რომ აი მართლა რაღაც მაგარი გაიაფებულია, ძალიან კარგად ჩანდა თვითონ აი აუთდორშიც და ნუ დიჯიტალშიც. აქაც არის აი ეს პატარა თამაშის ელემენტი ჩადებული, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა უბრალოდ, რომ მაგარი გაიაფებულია, ხო? ანუ პირდაპირ რაციონალური მესიჯი მიგეწოდებინა, არაფერი აღარ დაგემატებინა, მაგრამ აი ეს მაგარი, რომელიც მაგარი გემრიელიასკენ მიყავ და ასოციაციურად რაღაც შენს გონებაში ამთავრებს უკვე წინადადებას, მაგრამ გაიაფებული ხდება გემრიელიას ნაცვლად. არის აი ეს რაღაც ტვისტი, რომელიც გამახსოვრდება, ემოციას იწვევს და შესაბამისად ეფექტიც ამ კამპანიაზე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც იმხელა ისეთი ზრდა ქონდა ბრენდს, რომელიც აი ნებისმიერი 360 გრადუსიან კამპანიას რომ შეშურდებოდა, შედეგი ისეთი დაიდო და ვფიქრობ, რომ აი სხვა ბრენდებთანაც მოგცა ამის ლაპარაკის შესაძლებლობა, რომ მოდი განვიხილოთ სხვანაირი კამპანიებიც და ალბათ მჯერა, რომ რაღაც დღევანდელი პოდკასტის მერე ვიღაცები დაფიქრდებიან, რომ იქნებს სხვანაირად. ხო, რეალურად, ანუ ეხლა რაზეც საუბრობთ, ეს არ არის კამპანიები, რომლებიც მხოლოდ უბრალოდ ვიზუალურად და კრეატიულად გამოიყურება მიმზიდველად და ეფექტურად გარე რეკლამაში, არამედ ამას აქვს ციფრებში და შედეგებში იმხელა გავლენა, რომ მოკლედ ის კომპანიები, რაზეც საუბრობთ, ფიქრობენ, რომ მე ისევ და ისევ მსგავსი სტილის კომუნიკაციები გააკეთონ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ბრენდებმა დაინახონ, რომ გარე რეკლამითაც შეიძლება ბევრად თვლადი შედეგების მიღება ამ მიმართულებით. ხო, ზუსტად ეხლა თვლადზე გამახსენ და იყო რაღაც მიმართულებები, სადაც ჩვენ წინა პოდკასტებში შეეხნენ ჩვენი სტუმრები, როდესაც საუბრობთ გარე რეკლამასთან დაკავშირებით და ითქვა ეგეთი რაღაცა, რომ აი ცოტა დისკომფორტი რაც არის მაგალითად ამ შემთხვევაში მარკეტერებისთვის არის ის, რომ ვერ ითვლიან რაღაც კონკრეტულ ციფრებს, აი როგორც მაგალითად Facebook-ზე ან რაღაც ნებისმიერ პლატფორმაზე შეიძლება რაღაც კონკრეტული ციფრები დავინახოთ ჩვენი კამპანიის შედეგად, რა აუდიტორიას მივწვდით, რამდენმა ადამიანმა ნახა და ასე შემდეგ. აი ეგ გარე რეკლამასთან ცოტა ბუნდოვანია და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა, რომ დაგვეთვალაო. აი ამ ნაწილზე რას უპასუხებდით ამ მარკეტერებს? უპასუხებ, ცოტა შორიდან მოვლი. და როგორც დასაწყისში ვახსენე, რომ პროცესი ზოგადად როგორ ხდება, როდესაც ბრენდი ჩვენთან მოდის და ჩვენ რას ვთავაზობთ, არის შემდეგი, აი დაინტერესებული ბრენდი მოდის, ავსებს სტანდარტულად ბრიფს, სადაც ვიგებთ ინფორმაციას კომპანიაზე, მის მიზნებზე
წევრებზე რა დაფარვა სურთ, რა სარეკლამო არხები სურთ და ასე შემდეგ. სტანდარტულად ბიუჯეტი, დაწყების დრო დასრულების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ხდება ჩვენი მხრიდან ამ ბრიფის გაანალიზება იმ კვლევითი ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით და ჩვენი გამოცდილების ესე ვთქვათ მეშვეობით რას ვურჩევთ ზოგადად კლიენტს, თუ რა თქმა უნდა უკვე დასასრული თავისი რა გადაწყვეტილებას იღებს. შემდეგ ვიზუალური მხარე, ანუ რა უნდა იყოს გაკრული, ესე ვთქვათ, თუ პირობითად არ აქვთ ეს რაღაცა სერვისი, რომ ვიზუალები არ აქვთ მზად, ცხადია ჩვენ გვაქვს ეს სერვისიც, რომ ვიზუალები დავამზადოთ, ესე ვთქვათ, ამ ბრენდისთვის. შემდეგ უკვე ბეჭდვა მონტაჟის პროცესი, გაკვრა, დასრულება. ამ გაკვრისა და ესე ვთქვათ, კამპანიის დაწყებისა და დასრულების დროს იღებს ბრენდი სხვა ესე ვთქვათ, benefits, იქნება ეს პირობითად ფოტორეპორტი, ვიდეო რეპორტი, აი როგორ გამოიყურება შენი კამპანია ეხლა, როგორ გამოიყურებოდა თავიდან, ან პირობითად თუ კამპანიის მსვლელობისას იყო რაღაც ისეთი ბუნებრივი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დააზიანა პირობითად კამპანიის ვიზუალი, ცხადია ეს ინფორმაცია მიეწოდება დამკვეთს და ასე შემდეგ. მაგრამ რა გვაკლია აქ? გვაკლია ის რაღაცა დოკუმენტი, რაც დაგვითვლის რა შედეგი მოიტანა რეალურად რეპორტი. რა შედეგი მოიტანა რეალურად კამპანიამ და ვისარგებლებ ამ შემთხვევით და რაღაცა პატარა ინფორმაციას დავაანონსებ, რომ ძალიან მალე გაიგებს ბაზარი იმას ამ რეპორტს თუ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ რაზე ვმუშაობდით და ის რაღაცა ბოლო ელემენტი რაც უნდა ყოფილიყო, რომ აი სრულფასოვნებისთვის ნამდვილად რომ შენ შედეგი უკვე დაინახო, რა შედეგის მატარებელია შენთვის გარე რეკლამა, ამ ყველაფერს რაღაცა რიცხვებში მოკლედ გადათარგმნილად შესაბამისად დაელოდეთ ძალიან მალე. ექსკლუზიური მოკლედ მარკეტერებს გვექნება საშუალება, რომ რიცხვებში დავინახოთ ასევე კამპანიების. კი ბატონო, ეგ ძალიან საინტერესო მიმართულება, რაც ეგ იყო ჩვენი გამოწვევა რეალურად, აი მართლა ისეთი გამოწვევა, რაც უნდა გადაგველახა, ესე ვთქვათ და ამ გადალახვის შემდეგ უკვე აი ის პატარ-პატარა კომენტარებიც, რაც თქვენ აქ გქონდათ პოდკასტში და არა მარტო პოდკასტში ცხადია ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის მოკლედ. აი ეგ რაღაცა პატარა კითხვის ნიშნებიც უკვე დიდ წერტილებად გადაიქცევა და მოკლედ ეს დაგვანახებს იმას, რომ საბოლოო ჯამში ნამდვილად ალმასია და ნამდვილად ღირებულია მოკლედ გარე რეკლამა ბრენდისთვის როგორც საკომუნიკაციო არხი. ვენიერი, დაველოდებით მაშინ სხვა რა გზა გვაქვს. იცი რა არის, მე მინდა რომ უფრო ცოტა ზოგადად შევეხოთ სხვადასხვა საკითხებს, ჩვენ ხშირად არის სააგენტოებს ვეკითხებით ხოლმე ამას და ჩვენს სტუმრებს, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის გარშემო ვაკეთებთ პატარა მიმოხილვას ხოლმე. ჩვენ ხა კრაკენიც და ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, წლებია უკვე ამ ინდუსტრიას უყურებენ, ძალიან დიდხნიანი გამოცდილება აქვს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა თქვენი განმსახედიდან როგორ იცვლება ზოგადად სარეკლამო ინდუსტრია, საით მივდივართ ვითარდებით, უკან მივდივართ, გავზარმაცდით, გავიზარდეთ, ანუ ძალიან ბევრნაირი პასუხი არსებობს უკვე ამ მიმართულებით და რას ფიქრობს კრაკენი ამაზე? ხო, საინტერესო შეკითხვა არის, აი თავიდან როდესაც ვიცაუბრე კრაკენის მოწყობაზე, ხო, ეს სიახლეები, რაც ბაზარზე შემოდის და რაც ინდუსტრიაში ხდება, კარნახობს როგორი სტრუქტურის და როგორი სააგენტო უნდა ჩამოაყალიბო. აი ჩვენი გამოწვევა რაც არის, რომ ვიყოთ სრულფასოვანი სააგენტო და გვყავდეს ყველაფერი შიგნით, ამის მეორე მხარეს არსებობს ფრილანსერები, რომლებიც გყავდა შენს სტუმრად და ვიცით, რომ ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს იმას, რომ იმუშაო როგორც ფრილანსერი და მეორე მხრივ არის სააგენტო, რომელსაც უნდა რომ ესეთი ალმასი კადრები, ვინცაც მიდრეკილება აქვს რაღაც ფრილანსერი გახდეს, შეინარჩუნოს შიგნით და ყავდეს. კრაკენი ამ ნაწილში ცდილობს, რომ რაღაც ოქროს შუალედი იპოვოს თავისი პარტნიორებისთვის, რომ ის მობილურობა და სისტრაფე, რასაც კომპანიას სააგენტოს აქვს იმის გამო, რომ შიგნით ყავს ძალიან დიდი რესურსი, ეგ დააბალანსოს იმით, რომ არსებობენ გარეთ ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაიმეგობრო და კოლაბორაციულად იმუშაო. გონია, რომ აი ამ სფეროს ეს ბევრი კოლაბორაცია დაეხმარება იმაში, რომ უფრო განვითარდეს და საერთო სარგებელი იყოს ეს ყველა სააგენტოსთვის, სააგენტოებს შორისაც იყოს ეს კოლაბორაციები, ფრილანსერებსა და სააგენტოებს შორისაც მოხდეს მსგავსი კოლაბორაცია და ეს მოგცემს ალბათ აი
იგივე ჩვენ აცაგის გაერთიანებებში ხშირი შეხვედრები, რაზეც საუბრობთ ხოლმე რომ გვჭირდება, დაეხმარება იმას, რომ რაღაცა ინოვაცია დაინერგოს, იმიტომ რომ ამ ინოვაციის საჭიროება და აი ძალიან მაგიდაზე დევს მე მგონი, რომ რაღაცა ახალი გვჭირდება, ახალი ხედვა გვჭირდება, რომელიც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი სააგენტო ამას ვერ გააკეთებს, ამ მხოლოდ რაღაც ფრილანსერების გუნდი ამას ვერ შექმნის, ერთიანი ხედვა არის საჭირო და მეორე მხრივ არის კლიენტის მხარე, პარტნიორების მხარე, სადაც ვისურვებდი ალბათ უფრო მეტად, რომ გააზრებული იყოს, რომელი ტიპის სააგენტოსთან მუშაობ. მაგალითად, ეხლა ბაზარზე უმეტესი სააგენტოები არ აყავთ ესე in-house production-ის მიმართულება, ადრე იყო ეს წლების წინ რაღაცა პროდიუსერების არსებობდნენ სააგენტოში და ანუ ეს არის კოლაბორაცია, ხო? როდესაც შენი ბრიფი მიდის ერთ სააგენტოსთან, სადაც იქნება კრეატივი და შემდეგ აღსრულებაში გადადის ან production-ის მიმართულებით, ან აუდორის მიმართულებით, ან ნებისმიერი გაშლა რაც შეიძლება იყოს. ამ ესე ვთქვათ, სამი ეტაპისგან რადგანაც შედგება, ბიუჯეტის ნაწილშიც მნიშვნელოვანი არის ხოლმე გავითვალისწინოთ, რომ ღირებულება აქვს კრეატივსაც, ანუ არა აღსრულებას, არამედ კრეატივს, რისი ესე ვთქვათ, აი იგივე security-ის ნაწილზეც იყო ხშირად პოდკასტში საუბარი, ეს გულისტკივილი, რაც აგენტოებს გვაქვს, არის რომ ის რესურსი, ადამიანური რესურსი, რომელიც იდეაზე ფიქრობს, ისევე დასაფასებელი არის და ისევე სჭირდება, რომ ამას ქონდეს რაღაც კონკრეტული ღირებულება, როგორც ამ ყველაფრის აღსრულებას და როდესაც უკვე ხელშესახები ხდება. აუდიტორის შემთხვევაში ვფიქრობ, ეგ უფრო მოცემულობად არის, რომ რაღაც ერთ კომპანიასთან მიდიხარ, ის იდეაზე ფიქრობს და მე შენ რაღაც მედიის განთავსების ბიუჯეტი გაქვს. მაგრამ აი production-ის მიმართულებით არის ხოლმე ეს დანაკლისები, რომ მხოლოდ ერთ ბიუჯეტზე გვაქვს წარმოდგენა, რომელიც აღსრულებას სჭირდება და ცალკე არ არის ხოლმე გამოყოფილი რაღაც კრეატივის ბიუჯეტი და ვფიქრობ, რომ თუ კლიენტებიც აი ამის უფრო მეტი გააზრება მოხდება, ეს გააძლიერებს თვითონ სფეროს და შესაბამისად ამ ახალი რესურსებით შევძლებთ, რომ რაღაც ინოვაციურიც შევთავაზოთ ჩვენს სფეროს. ანუ უფრო სერვისში და კომპანიის აღქმებში გვჭირდება ხო, რომ აი ვინ რას აკეთებს და ვის რაში რისთვის ვეძახი, რომ აი რასაც ვიღებ, ეს უფრო გააზრებული კონდეს ბრენდის მხარეს. კიდე ერთ რამეს დავამატებ, შეიძლება რაღაცა კონკრეტული ბრიფით მიხვიდე სააგენტოსთან და მართლა ძალიან კარგი და ისეთი დასამახსოვრებელი და კრეატიული იდეა დადოს სააგენტომ და ანუ შემდეგ შეიძლება ბრენდმა გაიაზროს ეს რაღაცა ძალიან კრეატიული კამპანია რომ გავაკეთო, რამდენი რაღაც მჭირდება და შეიძლება იქ უკვე ცოტა უკან რაღაცა დაიხაროს და თაროზე შემოიდოს არა და ამ იდეაზე იჯდა გუნდი და ფიქრობდა და ეგ არის ძალიან დასაფასებელი, რომ თუ არა აღსრულება და თუ მართლა თაროზე შემოდება და დაუფასდეს იმ ადამიანებს ის შრომა, რაც რეალურად კრეატივს გულისხმობს, იმიტომ რომ ჩვენც რო ეხა დავფიქრდეთ რეალურად რა კამპანია გვახსოვს, აი რაღაცა წარსულში და რა არის დასამახსოვრებელი ჩვენთვის, აი ისეთი კამპანია, რომელიც რაღაცით გამორჩეული იყო, რაღაცით დასამახსოვრებელი იყო, აი უფრო ალბათ შეიძლება არასტანდარტული რაღაცა ისეთი კამპანია, აი თუნდაც აუდიტორის შემთხვევაში რაღაც არასტანდარტული ბილბორდი ყოფილიყოს და აი რაღაცა ის უფრო მეტად გამახსოვრდება რეალურად, რაც შეიძლება სტანდარტულად უბრალოდ რეკლამა მინდა რეკლამა გავუშვი ეგ არის რა რეალურად. აი მან შეგაწყვეტინებდი ერთს რომ არ დამავიწყდეს უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ ეხლა ჩვენი სააგენტოს გამოცდილებაც რო გავაზიაროთ, მარკეტერმა, როდესაც მიდიხარ სააგენტოსთან, წინასწარ ქონდეს განსაზღვრული ბიუჯეტი. ანუ ხშირად ყოფილა ხოლმე რომ აი უთქვამთ რომ აი რა რეინჯში უნდა ვიფიქროთ, ანუ ხო წარმოდგენა შეგექმნას მაგალითად რა ბიუჯეტი გაქვს რომ იქ სიტყვაზე ცხენი გაირბენ რაღაცა შეინავარდებს როგორც იტყვიან, ანუ კონკრეტული საზღვრები ჭირდება სააგენტოს, რომ წარმოიდგინოს და იმ ფარგლებში იფიქროს. ხშირად ყოფილა ხოლმე მარკეტერებისგან პასუხი, რომ იცით რა არის, დამოკიდებულია იმაზე, იდეაზე და მერე შევათანხმებთ რა. ანუ კაი, შეიძლება შეათანხმო 10, 20, 30000 ლარის რაღაცა სხვაობა, ხო, მაგრამ როდესაც საუბარია გაცილებით დიდ რეინჯზე, ძალიან რთულია მერე კრეატივისტვის რთულია, იმიტომ რომ ორჯერ უწევს ფიქრი, იმიტომ რომ პირველადი იდეის მოყოლის შემდეგ, რომ ეს მარკეტერი მიხვდება, რომ
ძალიან გაცდერილია ხო. მის ბიუჯეტს ეს იდეები, მე გეუბნება რომ იცი რა არის ჩვენ მაქსიმუმ აი აქამდე შეგვიძლია. ანუ თუ მეორე შეხვედრაზე შეიძლება ამის გაზიარება, რატო უნდა აწვალო სააგენტო ხო და ეს ადამიანები სამი ანუ პირველი იდეა ყოველთვის ძვირია. ახლა როდესაც ჩვენ კრეატივს არ უწესებ რაღაც ჩარჩოს და ჩვენი გუნდიც როდესაც ფიქრობს, რა თქმა უნდა, ფიქრობს საუკეთესოს, ყველაზე ასე CG ელემენტებით დატვირთულს, რაღაც სამდღიან გადაღებებს, ასე შემდეგ, რაც მართლა მერე აი რაღაცა ეს მიმი რო არის ცხენი რო იხატება და ბოლოს ეს არის. აი დაახლოებით ეგრე გამოდის ხოლმე ბიუჯეტის შეკვეცით და როდესაც რეალურად შეიძლება რომ ბიუჯეტური იდეებით მე აი იმ ადამიანებს ვეკუთვნი და ჩვენ სააგენტოს ხედვაც და ეს კამპანიებიც მაგას მეტყველებს არის რომ ანუ არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ ძალიან კარგი რაღაცები მხოლოდ დიდ ბიუჯეტთან არ არის დაკავშირებული. ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს მაგარი გაიაბებული, მაგრამ ამას სჭირდება თავიდანვე სწორი დავალების მიცემა. ან ბიუჯეტური არ ნიშნავს იმას, რომ იქნება რაღაცა ისეთი, რაც შედეგს არ მოგიტანს. ხარისხის არის. ხო, ნამდვილად. გააჩნია იდეას და მე რა იდეის აღსრულებას, ანუ როგორ გადის რაღაცა, ანუ სწორად ამ რაღაცა საფეხურებს. შესაბამისად, ხო, ეგ ბიუჯეტის ნაწილი ალბათ ყველაზე ხო, ნუ მნიშვნელოვანია. კომფორტული არის რა, აი მარკეტერებისგან თუ რამეს ვისურვებდით, იქნებოდა ეგ, რომ როდესაც ბრიფავენ სააგენტოს, მაინც მისცენ რაღაც კონკრეტული ბიუჯეტი რა რენჯი ფიქრობ? მარიამ, იგივე კითხვა პრინციპში თქვენთან მექნება, აი რა იცვლება ზოგადად გარე რეკლამის მიმართულებით, ანუ არ ვიცი, უმჯობესდება ბილბორდების ხარისხი, ვიზუალები, აი ეს ხედვები და რეკომენდაციაზე ვსაუბრობდით, რამდენად იზრდება თუნდაც მაგ მიმართულებით ქართული მარკეტინგი, არ ვიცი. კი, ძალიან საინტერესო კითხვაა და ძალიან ისეთი პასუხია, რომ ნამდვილად ძალიან ვითარდება, მოკლედ ეს კონკრეტული მიმდინარეობა. ალმამ ზოგადად პოზიციონირება, რაც 95 წლიდან მოკლედ პოზიციონირებს და ამ დროის განმავლობაში კომპანიამ უამრავი ტენდერი თუ კონკრეტული აუქციონი გაიმარჯვა, რასაც წლების მიხედვითაც მოიპოვა პირობითად ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლება, რაღაცა გაჩერებებზე, ან ვიცი, აეროპორტებში ან ასე შემდეგ. ბოლო ისეთი წარმატებული, რაც ესე ვთქვათ, გვახსენდება იყო 2024 წელს, როდესაც აი ბათუმი, რაც ვახსენეთ, რომ ესე ვთქვათ, სრულ უფლებიანად რეკლამის განთავსების უფლება. თუმცა ამ ყველა ესე ვთქვათ, წლების მიხედვით განვითარებას მოყვება თავისი რაღაცა კონკრეტული სამუშაოები, რაც უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს თვითონ ის რაღაცა შესაძლებლობა, რასაც თავაზობ ბრენდებს. იმიტომ რომ ან რეკლამა მარტო ბილბორდი არ არის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს თვითონ ამ რაღაცა ინდუსტრიას სჭირდება გაფართოება. აი ხა ბოლო პროექტი რაც გავაკეთეთ პირობითად აი ვაჟაზე რაღაც დელისიდან სიტიოლამდე. აი გონდა მეხსენებია სინქრონული მონიტორები, ეგ რაღაცა ისეთი მოფიქრება და აი ჭადრაკისებულად მონიტორები, რომ აი 7 მონიტორი დგას ვაჟებს რაღაცა გამზირზე და ბრენდს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მონიტორები გაუშვას ერთიანი კონტენტით. ანუ ეგ არ არის ხო ჯერ გაშვებული თუ ეგ უკვე გაშვებულია. კი, შეგიძლიათ გაიარათ ანუ მეგობრებო, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პოდკასტში. ხო, და ეს მონიტორები რეალურად აი ჩვენც გავაკეთეთ მსგავსი კონტენტი და მოკლედ ეგეც იქნება გაშვებული აი კრაკენის დახმარებით, სადაც ეს 7 მონიტორი ავითვისეთ კრეატიულად, ანუ ეხლა რას გულისხმობ? ანუ რითი განსხვავდება ეს? ხო, აი რითი განსხვავდება? ჭადრაკისებულად მდგარი მონიტორები, სადაც შეუძლია ბრენდს განათავსოს ერთიანი კონტენტიც, რომ აი ერთიანი ვიზუალური მხარდაჭერა ქონდეს პირობითად და 7 მონიტორზე ერთიანად გადიოდეს თავისი ბრენდი, თუმცა თან კომპანია შეუძლია რომ აი კრეატიულად აითვისოს ეს მონიტორები, უგულისხმობ იმას, რომ ერთ მონიტორზე დაიწყოს მოქმედება, გაგრძელდეს მეორეზე, გაგრძელდეს მესამეზე, აი მეოთხეზე, მეხუთეზე და დასრულდეს მეშვიდე მონიტორით. ანუ ისეთი კონტენტის შექმნაც შეგვიძლია, რომ რეალურად ერთიანი ხედვა აქვს ამ 7 მონიტორს, ერთიანი კონტენტი გადის, მაგრამ ანუ შინაარსობრივად უფრო მეტი შესაძლებლობას იძლევა. ხო, აი პირობითად კიდევ რაც შემიძლია ვთქვა, აი ხიდები, რაც უშუალოდ აი ქალაქის ინფრასტრუქტურასაც ეხმარება, აი პირობითად ეს ამ ხიდებზე განთავსებული არის, რა თქმა უნდა, სარეკლამო პირობითად არხები, ანუ ბილბორდები პირობითად, რაზეც შეიძლება რომ გააკეთო რეკლამა, თუმცა ეს ხიდი ატარებს ასევე იმას, რომ აი შეშემოპირებისთვის რაღაცა აი ლიფტები ადაპტირებულია, ცხადია და ანუ ჩვენი ბრენდი იმაზეც სრუნავს, რომ აი გარე რეკლამასთან ერთად რაღაცა ინფრასტრუქტურულად განვითარდეს, ამათთან ერთად ასევე დაამატოს ის რაღაცა სიახლეები, რაც რეალურად ბრენდებს აძლევს შესაძლებლობას, რომ
რომ გამოიყენოს მათთვისაც. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო კონსტრუქცია ემატება და დაემატა, არამედ რატომ ემატება, სად ემატება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თუ არა, იქნება თუ არა დაინტერესება და ყველა ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ის ბოლო წლებია, რაც ალმამ მოკლედ იმუშავა ამ მიმართულებით. კი, აი სინქრონული მონიტორები მარიამმა რაც ახსენა სააგენტოსთვის კიდევ დამატებითი ახალი შესაძლებლობა არის შემოქმედებითი მიმართულებით, რომ საინტერესოდ აითვისო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ეფექტური არის, სიხშირე აქვს დიდი, ხილვადობა აქვს უფრო მაღალი და ეს ჭადრაკული თამაშიც ძალიან საინტერესო არის და მახსოვს ჯერ კიდევ სანამ ეს სინქრონული მონიტორები დაემატებოდა ჩვენ ვითანამშრომლეთ ერთ-ერთ კამპანიაზე, რომელიც იყო ნონ-სტოპი, რაც გულისხმობს, რომ მთელი ქვეყანაში კონკრეტული მესიჯი იყო გამოტანილი ყველა მონიტორზე, რომელსაც იმსეთი დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მე როდესაც ძალიან ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები რაც ხდება იგივე ფეხბურთის კამპანია, რაც ალმამ უკვე საქართველოს ბანკთან ერთად გააკეთა, მანამდე ჩვენ ეს რო დავტესტეთ და ვნახეთ ამის შედეგები, აი თითქოს მონიტორი არის და არ გაძლევს რაღაც სხვა რაღაცების შესაძლებლობას, მაგრამ იმის დანახვა, რომ ნონ-სტოპად შეიძლება და მის გამოყენება სულ სხვანაირი შესაძლებლობა მოძრავი, რომელიც აი კონტენტი და მხოლოდ ერთი და იგივე რაღაც გაჩერებულ მესიჯს ან რაღაც კონკრეტულ რგოლს უყურებ, ამიტომ რომელიც შეიძლება ამ პიკის საათში გაუშვა. კი, და აი ძალიან საინტერესო არის და ესე დანახვა აი ამ სარეკლამო კონსტრუქციების ბევრად უფრო საინტერესო არის და ბევრად მეტ შესაძლებლობას გაძლევს შემოქმედებით ადამიანს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა key visual-ის გადატანა ბილბორდზე ან მონიტორზე. თუმცა ამ პიკის საათზეც ვიტყვი ერთ კომენტარს, აი რაღაცა სტანდარტულად რა გგონია, რომ შეიძლება სამსახურიდან გამოვიდეთ და აი რაღაცა მაგ დროს იყოს დილის საათებში ან საღამოს საათებში, აი რაზეც მუშაობთ ახლა უშუალოდ ამ რეპორტინგის სისტემას გულისხმობ, აქ კიდევ უფრო მეტად გავიგეთ, რას ნიშნავს რეალურად აი პიკის საათი და საქართველოში უკვე შეიძლება ერთი კონკრეტული რაღაცა დრო არ გამოყო, იმიტომ რომ ნებისმიერ შუალედში ისეთი მოძრაობა არის ქალაქში, რომ აი მართლა შეიძლება თავისუფლად თქვა, რომ სულ პიკის საათია, თუმცა გააჩნია ახლა სეგმენტს, რა თქმა უნდა, რა დროს გინდა აი გამაგრილებელი სასმლის გაშვება შეიძლება გინდოდეს აი შუა დღეს, როცა აი უბრალოდ გამოდიხარ და აი გაგახსენდა და იყიდე. თუმცა ანუ ეგ რაოდენობრივად რომ რაღაც ერთი კონკრეტული დრო ესე არ არის და ასევე ერთი დამატება მინდოდა კიდევ გამეკეთებინა ლოკაციების, ანუ როგორ ვარჩევთ ლოკაციებს, რომ სად უნდა იყოს განთავსებული. ერთ-ერთი კიდევ ესეთი მაგალითია, აი ეხა ბოლოდროინდელი ესე ვთქვათ პროექტი აეროპორტში, თბილისის აეროპორტში, ბარგის ზონაში ასევე სინქრონული მონიტორების დამატება და რატომ ბარგის ზონაში და რატო არა პირობითად სხვა ზონაში, ანუ იმიტომ რომ უკვე აი საზღვარს როდესაც ყვეთ და გადმოდიხარ და აი გადიხარ პირობითად ამ რაღაცა პროცედურებს, ბარგის ზონაში რო შემოდიხარ, აი შვიდად ხარ უკვე ელოდები ბარგს და აი გაქვს უკვე რაღაცნაირად უფრო მეტად გაქვს იმის мотиваცია მოცდა რომ აი ნახო და აკვირდე რა გადის, როგორ გადის და ეგ რეალურად აი ფიქრის პროცესი არის, რომ აი სად განთავსდეს და როგორ განთავსდეს, რომ გამოიყენოს ბრენდმა ცხადია და ეგ არის ძალიან მოკლედ მნიშვნელოვანი აი განვითარების ეტაპში. მაგას მოკლედ ალმა დანისი ადასტურებს მყარად. ძალიან საინტერესოა, მოკლედ ძალიან ბევრი თემაა, რაზეც შეიძლება ისაუბრო და მოკლედ 4 და 5 საათი არ იყოს საკმარისი ამისთვის, თუმცა ჩვენი პოდკასტი ეგეთი მოქნილი არ არის. ჩვენს დადვარს კიდევ კი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინსაიტი შეიძლება დაგროვდეს. რეალურად ეს პოდკასტიც მაგისთვის არის, რომ ვისაუბროთ კამპანიებზე და არა რაღაცა მხოლოდ ერთჯერადად უბრალოდ ბრენდის შიდა სისტემებზე. რეალურად ყველა კამპანია, რომელიც იქმნება აქვს თავისი ისტორია, თავისი რაღაცა შიდა პროცესები და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ გვიყურებენ ძალიან ბევრი სტუდენტები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ცდილობენ რომ შემოვიდნენ, ისწავლონ და ძალიან ბევრი მათგანი უყურებს ჩვენ პოდკასტს და მაგრამ გული რომ მოვიგო მათი რეკრუტინგის ნაწილში რა ხდება თქვენსკენ, როგორ შეიძლება რომ აი ხა ადამიანს რომელსაც აინტერესებს კრაკენი, რომელსაც აინტერესებს ალმა, მოკლედ თქვენთან მოხვდნენ. ჩვენ როგორც ვახსენე, გვაქვს საკმაოდ ბევრი მიმართულება, გვაქვს დიჯიტალის დეპარტამენტი, სადაც შეიძლება რომ ვისაც სოციალური მედია აინტერესებს, სოციალური მედიის გუნდს შევერთდეს, დიზაინერების გუნდს შევერთდეს, motion დიზაინერების გუნდს, ასევე შეგვიძლია რომ copywriter-ების გუნდს შემოვერთდეთ და სტრატეგიის ნაწილშიც გაიაროთ ხოლმე სტაჟირება. ჩვენ ძალიან ღია ვართ და მოქნილები ვართ
ყოველთვის გვინდა რომ ახალი ძალიან გვჯერა ჩვენ სააგენტოში რომ აი ახალ ადამიანებს, ახალგაზრდებს სულ სხვანაირი ინსაიტები აქვთ. ხშირად სჭირდება ბევრ ბრენდს გაახალგაზრდავება და ეს გაახალგაზრდავება გამოცდილებასთან ერთად საჭირო არის რომ შენს გვერდით ის სეგმენტი იჯდეს, ვისი გულიც გინდა რომ მოიგო და ვინც სულ სხვანაირად უყურებს რაღაცებს, ამიტომ ჩვენ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ LinkedIn-ზე მოგწეროთ, შეგიძლიათ რომ მეილი გამოგვიგზავნოთ, სადაც მოგვიყვებით თქვენ ინტერესებზე, რა გაინტერესებთ, რა გამოცდილება გაქვთ თეორიული და ხშირად გვაქვს ხოლმე მის შესაძლებლობა advertiser-ებით ამავწყვეთ, ციფრულ მარკეტერებსაც ხშირად ვეძებთ და შესაბამისად ყოველთვის ღია ვართ ახალი ტალანტებისთვის, TikTok მენეჯერებს, კონტენტ კრეატორებს, ნებისმიერი რამე რაც გაინტერესებთ და დაკავშირებული არის მარკეტინგთან, შეგიძლიათ რომ კრაკენში იპოვოთ თქვენი თავი და ყოველთვის გვაქვს ხოლმე ესეთი უკავშირი, რომ კრაკენის სკოლა გამოცდილი ადამიანები სხვანაირად პროფესიონალები არიან კიდე, რაც ძალიან გვიხარია და ეგ სწორედ იქიდან გამომდინარე არის, რომ ჩვენ სააგენტოში ფიზიკურადაც ერთად ვხედავთ და ეს სინერგია ძალიან ბუნებრივი არის, რომ შენ რაღაც ციფრული მარკეტერი რო ხარ, არ ნიშნავს, რომ კრეატივი არ გესმის, ან ბრიფი არ იცი რა არის, ან big idea არ არის, იმიტომ რომ შენ გვერდით ზის copywriter-ი, რომელიც ამ big idea-ზე ფიქრობს და ძალიან ბუნებრივად ხდება მოკლედ ეგ სინერგია. ალმაში რა ხდება მაგ ჩვენთანაც მსგავსად, ანუ რაც ვახსენე ახლა უშუალოდ ბაზრის გაფართოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად გჭირდება უფრო მეტი ადამიანი, ვინც რაღაცა მან პირობითად ფინანსების ნაწილში იქნება გაყიდვების გუნდს შემოუერთდება უშუალოდ სხვა დეპარტამენტებს, რომლებიც ანუ შეიძლება ისეთი საჭიროებაც დადგეს ჩვენთან, რომ აი არ არის რაღაცა მსგავსი დეპარტამენტი, თუმცა ადამიანი გჭირდება, ვინც რაღაცა კონკრეტულ სამუშაოს გააკეთებს და უფრო გაგვიადვილებს ამ რაღაცა რეკლამის გაშვების პროცესს, იმიტომ რომ მართლა იმ ხელა რაღაცა ის გვჭირდება რაღაც გავლა საფეხურების, რომ ჩნდება ხოლმე ინტერესები, რომ აი ეს ადამიანი კარგი იქნებოდა, ალბათ რომ მოგვიყვანა, შეიძლება არც არსებობს ის დეპარტამენტი რაღაცა კონკრეტულ დროს, მაგრამ აი ეს ადამიანი პირობითად აი მონიტორებზე ვახსენეთ ახლა რაღაცა უწყვეტად გაშვების დრო, ან ამ ყველაფერს სჭირდება რაღაც ტექნიკურად დაპროგრამება, უშუალოდ აი ის რაღაცა დეტალების გათვალისწინება, რომ რეკლამა გაეშვას მოკლედ სწორად და კარგად. შესაბამისად, ხშირად ცხადდება ხოლმე რაღაცა ვაკანსიები, გვიდევს LinkedIn-ზე ჩვენც ძალიან ისე აქტიურად, როდესაც გვჭირდება მოკლედ კადის აყვანა და შესაბამისად ღია ვართ ნებისმიერი მოკლედ გასაუბრებისთვის და შერჩევის პროცესისთვის. ჩვენიერი, მეტი რა ვქნა მეგობრებო? აგერ გამოგხადები ვაკანსიები დავყარე. ეხლა დანარჩენი თქვენით მოახერხეთ. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე ეს ეპიზოდი მინდოდა რომ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ გარე რეკლამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია და ზოგადად კამპანიის სხვანაირ წარმოდგენებზეც ქონოდა საუბარი, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ ვიდეო კამპანია. არსებობს ძალიან ბევრნაირი მიდგომები და ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მადლობა სტუმრობისთვის, მეგობრებო. მე დაგემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ გამოიწერთ ჩვენს არხს, ვისაც არ გაქვთ ჯერ გამოწერილი და ესეა დაასრულეთ ჩვენი ეპიზოდის ყურება და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.